Come here, Elon. Come here. Take over, Elon. Just take over. I'm very disappointed in Elon. I've helped Elon a lot. შტატების ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უეცრად ღია დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ. ახლო პოლიტიკური მეგობრობა სწრაფად გადაიზარდა საჯარო ურთიერთბრალდებებში. ჯერ ილონ მასკმა სულ უფრო ღიად დაიწყო ტრამპის ინიციატივის, დიდი ლამაზი კანონპროექტის სახელით ცნობილი საგადასახადო კანონის კრიტიკა. მასკმა პროექტს გულისამრევი სიბილწე უწოდა. ტრამპმა კი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მასკმა თითქოს მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია. But I'm very disappointed because Elon knew the inner workings of this bill. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა მექანიზმები აქ თითქმის ყველა მსხდომზე უკეთ იცოდა. თქვენზე უკეთ მან ყველაფერი იცოდა ამის შესახებ. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. უეცრად მას პრობლემა შეექმნა და პრობლემა მხოლოდ მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ელექტრომობილების მანდატის შემცირება მოგვიწევდა, რადგან ეს მილიარდობით დოლარია. არასდროს ჰქონია პრობლემა მანამ, სანამ არ წავიდა. ამ განცხადებას პასუხი მოჰყვა. შემდეგ იყო პასუხის პასუხი. თუმცა სანამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც ამ დაპირისპირების კულისებშია და პარტერიდან არ ჩანს, სცენას გადავავლოთ თვალის სრული წარმოდგენისთვის. სცენას, სადაც მხოლოდ დაპირისპირება ჩანს, მაგრამ არა ამ დაპირისპირების რეალური მიზეზი. ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა. დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაა. ილონი გადაიწვა, ვთხოვე წასულიყო. წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა. მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი და ის უბრალოდ გაგიჟდა. შემდეგ იყო ხმაურიანი ბრალდებები ილონ მასკის მხრიდან ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით, რასაც ტრამპის პასუხი მოჰყვა, რომ ილონს გონება სრულიად აქვს დაკარგული. ილონ მასკმა თავის მხრივ სოციალურ გვერდზე მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტის იდეას. გამოკითხვაც კი ჩაატარა, უნდა შეიქმნას თუ არა შტატებში ახალი პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს. იყო ურთიერთმუქარები სახელმწიფოსა და SpaceX-ის ურთიერთობაზე, სახელმწიფოს მიერ SpaceX-თან კონტრაქტების გადახედვის საკითხზე თუ ტესლას სუბსიდირების შეწყვეტაზე. მთელი მსოფლიო მასკისა და ტრამპის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციებმა მოიცვა. ტელევიზია, რადიო, პრესა ყველა დაპირისპირებაზე საუბრობს, მაგრამ არავინ თუ რა დგას ამ დაპირისპირების უკან. რატომღაც არც ერთ დასავლურ მეინსტრიმ მედიას არ გაუჩნდა მთავარი კითხვა. რატომ დაიწყო ილონ მასკმა საჯაროდ და ღიად ტრამპის ამგვარი კრიტიკა? მით უმეტეს რატომ გამოიყენა საბაბად კანონპროექტი, როდესაც მას ნებისმიერ დროს შეეძლო პრეზიდენტთან აუდიენცია მოეთხოვა და მას პირადად გასაუბრებოდა ნებისმიერ საკითხზე. ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მოსაზრება ვნახოთ და შემდეგ ფაქტებს გავყვეთ. ამ ფონზე პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა თუ როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს. პირველად ჩემი ყურადღება საქართველოში მოქმედმა Euronews Georgia მიიქცია, სადაც ჟურნალისტი წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით დაუფარავად იჭერს მასკის მხარეს რამდენჯერმე და დაბეჯითებით იმეორებს მის არგუმენტებს და ქმნის განწყობას, რომ თითქოს ტრამპმა მართლაც ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ჩაგრულ ხალხს კიდევ უფრო უუარესებს მდგომარეობას. შემდეგ თვალი გადავავლე უცხოურ მედიას, განსაკუთრებით იმ გამოცემებს და მაუწყებლობას, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიულ ოჯახებიდან იმართება და აქაც ზუსტად იგივე სურათი დამხვდა. მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ესეც მეინსტრიმ მედია, რომელიც სცენაზე გამოტანილ დაპირისპირებაში მასკს ლობირებს. მათ საზოგადოების ყურადღება მთლიანად სცენაზე გადააქვთ. იმაზე, რაც ისედაც საჯაროა, მაგრამ კულისებზე ხმას არ იღებენ. ინტერესსაც კი არ გამოხატავენ. კითხვაც კი არ უჩნდებათ, რატომ გახდა ეს დაპირისპირება საჯარო. დაპირისპირება შეიძლება ჰქონდეს შედეგები ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგში დიდი და ლამაზი კანონპროექტისთვის, რომელიც აშკარად მოიცავს გარკვეულ ხარჯებს. ის ასევე ტრილიონობით დოლარს მატებს ეროვნულ ვალს, რასაც მასკი აპროტესტებს. დიახ, ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ილონ მასკმა ბიუჯეტის კანონპროექტზე კრიტიკა გამოთქვა, იმის გამო, რომ ეს ფედერალური მთავრობისთვის ძალიან დიდი დამატებითი ხარჯი იქნებოდა.
ტრამპის კანონპროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტს $2 ტრილიონ-ზე მეტად გაზრდის. ამ ეტაპზე სენატში ჯერ კიდევ რჩებიან რესპუბლიკელი მოწინააღმდეგეები, თუმცა ისინი უკვე აღარ ჩანდნენ ისეთი გაბრაზებულები, როგორც ელონ მასკი, რომელიც ახლა ვაშინგტონისგან შორსაა და ტრამპისგან კიდევ უფრო. The trigger for the fight between these two men was ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების მიზეზი, როგორც ჩანს, დიდი ლამაზი სახელით ცნობილი კანონპროექტია, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ილონ მასკმა გააკრიტიკა ეს კანონპროექტი და მე დავეთანხმე მას. რატომ გადაინაცვლა ამ დაპირისპირებამ სცენაზე, როდესაც ის კულისებშიც ადვილად მოგვარდებოდა? ან იქნებ კულისებში სულ სხვა რამ ხდება და საზოგადოების ყურადღება მხოლოდ სცენამ უნდა მიიპყროს, რომელიც რინგს დაემსგავსა მასკსა და ტრამპს შორის. როდესაც კულისები არის ძალიან გრძელი, ყველა ფიგურა, რომელიც გარეთ იმყოფება საჯარო სცენაზე, ხო? ამის ყველა ნაბიჯი არის გააზრებული როგორც დადგმული სპექტაკლი და არა სპონტანური ამაზრით. მართლა შეიძლება ერთ მხრივ ვიფიქროთ, რომ დადგმული სპექტაკლია. მეორე მხრივ ბუნებრივად იბადება განცდა, რომ სპექტაკლი კი არის, მაგრამ თან დაპირისპირებაც არის, როგორც სპექტაკლში ხდება ხოლმე და საჭიროა ანტაგონისტსა და პროტაგონისტის შორის დაპირისპირება. მასკი არის არაიმდენად რაღაც მომავლის სურათის გამოხატულება, რამდენად ინსტრუმენტარიუმის. და მაშინ მთავარი კითხვაა, რა ინსტრუმენტს განასახიერებს მასკი და რეალურად მისი და ტრამპის დაპირისპირება, მხოლოდ იმ საზღვრებშია ჩაკეტილი, რაც მეინსტრიმ მედიას სურს დაანახოს საზოგადოებას. სინამდვილეში ფაქტებზე დაკვირვება განსხვავებულ სურათს იძლევა, სადაც ორი გავლენიანი ფიგურა ერთმანეთს რაიმე კანონპროექტის გამო კი არ დაუპირისპირდა. არამედ ეს არის არსებულ ტრადიციულ მმართველობით სისტემასა და ახალ ტექნოკრატიულ მმართველობას შორის დუელი, რომლის ინსტრუმენტიც, როგორც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ილონ მასკია. რეალურად ისე ჩანს, რომ საქმე გვაქვს Deep State-ის რებრენდინგის მცდელობასთან, რომლის საბოლოო მიზანიც, როგორც შათირიშვილი წერს, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. ანუ ეს გარდაუვალია. ამა თუ იმ ფორმით მომავალი მეტნაკლებად ესეთი იქნება. მაგრამ განსხვავება რაშია, როგორ იქნება ეს მომავალი? სახელმწიფო ცივილიზაციების, რომელთაც თავისი მაკროზონები ექნებათ, თუ ეს იქნება ერთიანი გლობალური ტექნოკრატიული სამყარო ციფრული უტოპიისა და ივანეს გამოცხადებისეული ენა რო გამოვიყენოთ მხეცის ქრონოტოპოსის მხეცის სამფლობელოს. და ამ იდეებზე უკვე წლებია ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან ჯგუფებში მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არის ხალხი, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა შტატების ეკონომიკაზე. აქვთ კოლოსალური კაპიტალი და ძალაუფლება. და რაც მთავარია, თანხმედრა სახელმწიფო მოწყობის ახალ იდეოლოგიაზე, რომელიც დემოკრატიის დასასრულზე ქადაგებს. და ამ ახალი მსოფლმხედველობის მთავარი იდეოლოგი კერტის იარვინია, რომლის რევოლუციური იდეებიც განსაკუთრებით პოპულარული ხდება ტექნოლოგიურ ელიტებში, რომლებიც თავის მხრივ დღითიდღე ძლიერდებიან და გავლენებს იძენენ. იარვინს მიაჩნია, რომ ამერიკული დემოკრატია უნდა ჩანაცვლდეს იმით, რასაც თავად მონარქიას უწოდებს, CEO-ს, ანუ აღმასრულებელი დირექტორის მიერ მართულ მონარქიას. კერტის იარვინმა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებიდან დაიწყო ამერიკული დემოკრატიის დემონტაჟზე საუბარი, რომელიც ტექნოკრატიული მმართველობით უნდა ჩანაცვლდეს, რადგან ის გაცილებით ეფექტური იქნება ვიდრე არსებული სისტემა. New York Times-ის გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ იარვინი თავდაპირველად გამოჩნდა როგორც ბლოგერი. 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ანონიმურმა ბლოგერმა, რომელიც ცნობილია როგორც მენსიუს მალდბლაგი, გამოაქვეყნა სერიული მანიფესტი სათაურით ღია წერილი ღია აზროვნების პროგრესისტებს. მან შესთავაზა დემოკრატიის, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის ლიკვიდაცია და ძალაუფლების საბოლოო გადაცემა აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც მთავრობას გადააქცევდა მძიმედ შეიარაღებულ ზემომგებიან კორპორაციად. ახლა კი ეს ბლოგზე განთავსებული იდეები გავლენიანი ჯგუფების მიერ არის მხარდაჭერილი და ეტაპობრივად მოქმედებაშიც მოყვანილი. თუმცა ეს იდეები თავის მხრივ მთლიანად შლის იმ ფუნდამენტებს, რაზეც დასავლური მმართველობის სისტემა დგას. კერძოდ ადამიანების მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, მმართველობას ქვემოდან ზემოთ, ანუ როდესაც მმართველი ელიტა პირდაპირ კავშირშია ხალხთან და მათ დაკვეთებს ასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი არჩევნების გზით შეიცვლებიან. იარვინის მოდელი ამისგან რადიკალურად განსხვავდება და ჰგავს მმართველობას, რომელსაც ჩვენ Deep
State-ის დახასიათებისას ვიყენებთ. კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღებთა მცირე ჯგუფს, რომლებიც მთლიანად ფლობენ მმართველობის მონოპოლიას. მაგრამ მთავარი განსხვავება Deep State-სა და იარვინის მოდელს შორის ის არის, რომ Deep State-ი ახლა კულისებიდან მოქმედებს. იარვინის მოდელის სრულყოფის შემთხვევაში კი ოლიგარქიული ოჯახების გავლენები აღარ იქნება დაფარული, არამედ ის იქნება მმართველობის ახალი სტანდარტი. მონარქი, ანუ ერთპიროვნული ხელისუფლება, აბსოლუტურად აუცილებელია ნებისმიერი ინტეგრირებული სისტემის ეფექტურად სამართავად. თავისუფლად შეგიძლია აიყვანო Fortune 500-ის რომელიმე დირექტორი და უთხრა: შენ ხელმძღვანელობ აღმასრულებელ შტოს, გასწორე ეს სისტემა. ალბათ თავს კარგად გაართმევენ, ისინი ჰილარი კლინტონი ან სტალინი არ იქნებიან. უნდა იყოს კი არჩევნები მოდელში, სადაც მმართველი არის სუვერენული აღმასრულებელი დირექტორი. უნდა არსებობდეს მექანიზმი ამ სუვერენული დირექტორის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. მაგრამ არა ისე, რომ ყოველი ადამიანი ხმის მიცემაში მონაწილეობდეს. აი მე მაგალითად 4 მშვენიერი შვილი მყავს, მაგრამ არც ერთს არ აქვს ხმის უფლება. მოდით კონკრეტულ მაგალითებს დავაკვირდეთ. დემოკრატიის გაუქმება და კორპორაციული მმართველობა როგორც ეფექტური ალტერნატივა, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს აღმასრულებელი დირექტორი და მმართველობას ახორციელებს მმართველთა საბჭო, რომელიც ასევე აღმასრულებელ დირექტორს ემორჩილება. არა არჩევნები, არა მმართველობაში ადამიანების მონაწილეობა. განსხვავებული აზრის გამოთქმა დასაშვებია, მაგრამ მათ არავინ უსმენს. Deep State-ი სწორედ ასე მოქმედებს, მაგრამ ჯერჯერობით კულისებიდან და ეს ხომ უკვე ვნახეთ, მაგალითად რუმინეთში, როდესაც Deep State-ის გავლენების შედეგად გამარჯვებულ კანდიდატს არჩევნები გაუუქმეს. შემდეგ მასში მონაწილეობის უფლებაც წაართვეს და ბოლოს ის კანდიდატი გაიყვანეს, ვინც სურდათ. ანუ იარვინის დოქტრინის თანახმად განახორციელეს ეფექტური მმართველობა, ისე როგორც კომპანიაში, ყოველგვარი დემოკრატიული ცნებების გათვალისწინების გარეშე, ასე რომ ტექნოლოგიური ელიტები მხარს უჭერენ სახელმწიფოების მართვის სწორედ მსგავს მოდელს, სადაც აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებებს, ღიად და დაუფარავად. კორპორაციული მმართველობის შემოღებით, ანუ სხვადასხვა ქვეყნებისთვის სახელმწიფოების გაუქმებით, ოლიგარქიული ოჯახები საბოლოოდ მოახდენენ მათი ძალაუფლების ლეგალიზებას და შემდეგ აღარაფერში დასჭირდებათ ფასადური პროცედურები, არჩევნები, შეფუთული აგენტურა და სხვა ისეთი ფორმალური ინსტიტუციები, სადაც კონტროლის მექანიზმების მიუხედავად ხშირია მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობები. მაგალითად, როდესაც Deep State-ი კორპორატიულ მმართველობას დააკანონებს, აღარ მოხდება ისეთი მძიმე შეცდომები, რაც რუმინეთში დაუშვეს და შემდეგ გამარჯვებული, მაგრამ მათთვის არასასრული პრეზიდენტის მოსაშორებლად მთელ ქვეყანას მთელი მსოფლიოს დასანახად თავზე გადაახიეს კანონი და კონსტიტუცია. ახლა კი, როდესაც მეტნაკლებად გავიგეთ იარვინის ტექნოკრატიული ელიტის მთავარი იდეოლოგიის მსოფლმხედველობა, რაც დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს, მივუბრუნდეთ მასკისა და ტრამპის დაპირისპირებას, სადაც მასკი გარკვეულწილად სწორედ იარვინის ტექნოკრატიული მმართველობის მხარეს წარმოადგენს. იარვინმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრადიციული სახელმწიფო მმართველობის მოდელი კორპორაციულ მმართველობას ასე შეადარა. მოდით კონკრეტულად NASA-ს მაგალითი განვიხილოთ. მაგალითად, თუ NASA-ს SpaceX შეადარებთ, ეს არის შესანიშნავი მაგალითი ყველა იმ პრინციპისა, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდი. NASA ოდესღაც ისეთივე ეფექტური იყო, როგორც დღეს SpaceX-ია, თუ ძალიან აბსტრაქტულ დონეზე ვიტყვით. დავივიწყოთ მთავრობის დანარჩენი სტრუქტურები და ვუთხრათ ილონს. წადი და NASA-ში აკეთე. NASA-ს მიზანი ხომ ის არის, რომ მოგცეს ძლიერი კოსმოსი და ჩვენ ვგრძნობთ, რომ საკმაოდ ძლიერ კოსმოსურ პროგრამებს ვეღარ ვიღებთ. ვუთხრათ, შენ გაქვს 25 მილიარდი დოლარი წელიწადში, წადი და გააკეთე რაღაც მაგარი კოსმოსში. ფიქრობ, ამ პრინციპის მიხედვით ბევრად მეტ ძლიერ კოსმოსს მივიღებდით. მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი კალიფორნიული სტარტაპ აზროვნების გახლავთ ის, რომ გაცილებით ადვილია ახალი NASA-ს შექმნა, ვიდრე ძველი NASA-ს გამოსწორება და ეს პრინციპი მთელ სახელმწიფო სტრუქტურებზე ვრცელდება. ჩვენ არ ვსაუბრობთ დღეს რამდენად ეფექტურია ან არაეფექტური ესა თუ ის ინოვაცია, რაც შტატებში დაინერგა. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემის გარდაქმნაზე, ცვლილებაზე, რომელიც იარვინის დოქტრინას პირდაპირ პასუხობს და უკვე დაიტესტა კიდეც. და აქ მისი დემოკრატიის სიკვდილის იდეოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. სილიკონველის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის შექმნილი გეგმის მიზანია ამერიკული დემოკრატიის სწრაფად განადგურება და ეს გეგმა უკვე ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ. 2012 წელს პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამისტმა კურტის იარვინმა ერთ-ერთ სიტყვაში ისაუბრა იდეაზე, რომელსაც Rage, ანუ დასვენება ყველა სახელმწიფო მოხელისთვის უწოდა. უმეტესობამ ამ სიტყვას უყურადღებოდ ჩაუარა. 2022 წლის აპრილში მან განაახლა თავისი იდეა.
მან ზუსტად აღწერა, როგორ იმუშავებდა ეს გეგმა და მას უწოდა ფარვანას რევოლუცია, ანუ ამერიკული მთავრობის სრული ტრანსფორმაცია. და უკვე 2024 წელს არჩევნების შემდეგ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანი, რომელიც არავის აურჩევია, ილონ მასკი, ინიშნება ერთგვარ აღმასრულებელ დირექტორად დოჯში, Government efficiency. Doge. რომელიც იშიფრება როგორც შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რაც მისი არსით იარვინის რეიჯის ანალოგია. რეალურად კურტის იარვინი მისი იდეებით პირდაპირ თუ ირიბად იქცა სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის მთავარი იდეოლოგად. ფედერალური მუშახელის განადგურებამდე, სანამ ეს ილონ მასკის საქმე გახდებოდა, ის კერტის იარვინის ოცნება იყო. სილიკონის ველის ბლოგერი და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, რომელიც ამერიკული დემოკრატიის დიქტატურით ჩანაცვლებას ემხრობა, წლების განმავლობაში აღწერდა თავდასხმას, რასაც ის ელიტარული ძალაუფლებისა და კონსენსუსის ტაძარს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რომ არასოდეს შეხვედრია მასკს, იარვინი ძლიერი გავლენაა მათ შორის, ვინც დოჯის რადიკალურ ხარჯების შემცირების დღის წესრიგს ახორციელებს, განაცხადა ეფექტურობის სამსახურის ორმა მრჩეველმა. რა მოხდა შემდეგ? ეფექტურობის სამსახურით ილონ მასკმა, როგორც CEO-მ, აღმასრულებელმა დირექტორმა, სადაც ის დანიშნეს, მნიშვნელოვანი გავლენები მოიპოვა სახელმწიფო სააგენტოებზე. გაათავისუფლა ათასობით თანამშრომელი სხვადასხვა სააგენტოდან. ზოგიერთი სააგენტო დახურა, ბიუროკრატია შეამცირა. ანუ მან სახელმწიფო სტრუქტურებში ფაქტობრივად რეორგანიზაცია ჩაატარა ზუსტად ისე, როგორც კომპანიაში. კიდევ ერთხელ, მსჯელობა არ ეხება, რამდენად კარგია ან ცუდია ეს ცვლილებები. მთავარი ის არის, რომ ეს იყო ერთგვარი მოდელი თუ როგორ იღებს დომინაციას კორპორატიული სისტემა ტრადიციულ მართვის სისტემაზე. ანუ დემოკრატიას ცვლის ტექნოკრატია, მმართველობა ზემოდან ქვემოთ. ლაპარაკია ახალ მონარქიაზე. ახალი მონარქია, რომელიც მოდის არა მონარქიის საკრალიზაციის მეშვეობით ეკლესიის მხრიდან, არამედ მონარქია, რომელიც მოდის ასე ვთქვათ, შიგნიდან, იმანენტური მონარქია, რომელიც იბადება კორპორაციიდან, ნაციიდან, ხალხიდან თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს არის რეალ პოლიტიკური ძალა, რომელიც უარი თქვა რაღაც საცეცებზე, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ეხლა შეუძლებელია ამ სახელმწიფო ცივილიზაციების დამარცხება. ანუ ეს USAID, NED, რადიოთავისუფლება, რაც აი ეს საცეცები უკვე დამთავრდა. ანუ ცივი ომის ნაშთების საბოლოო მოკვეცა და რებრენდინგის ცდილობა იმაზრით, რომ შეერთებული შტატები ცდილობს საკუთარი თავის ტრანსფორმირებას პერესტროიკის ნაკლებად დამანგრეველი მოდელის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, უნდა შევხედოთ ეხლა აი ამ სიტუაციას შიდა სისტემურად. თუ შიდა სისტემურად შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკაში ხდება ნამდვილი პერესტროიკა, რომლის ბოლო ჯერჯერობით გაუგებარია. დასასრული რთულად განჭვრეტადია, მაგრამ პროცესის ანალიზი შესაძლებელი და ეს პროცესი გამოჩნდა სწორედ მასკისა და ტრამპის დაპირისპირებაში, სადაც ტექნოკრატია, როგორც მმართველობის ახალი მოდელი, უპირისპირდება ტრადიციულს. სინამდვილეში კი ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების ბრძოლა მათი ძალაუფლების სრული ლეგალიზაციისთვის, რომელიც ჯერ მაინც ჩრდილშია და იქიდან იღებს გადაწყვეტილებას. მათ კი სურთ ჩრდილში ყოფნის ეტაპი დასრულდეს, რისთვისაც ბრძოლის იმიტაციაა მნიშვნელოვანი. როგორც ტრამპი, ასევე მასკი ამ სანახაობაში მთავარი როლის შემსრულებლები არიან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს, რამე თუ არ იკვეთება, რომ ის წინასწარ არის გაფრთხილებული Deep State-ის გეგმებზე, რასაც ვერ ვიტყვით ილონ მასკზე, რომელიც ზედმიწევნით სუსტად ასრულებს მიღებულ დავალებას. ილონ მასკი ამ დიდი პროექტის პირველ სატესტო მერცხლად უნდა განვიხილოთ, რომელიც დავალებების შესაბამისად ეცდება დაანგრიოს პარტიული და პოლიტიკური მმართველობის მეთოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფუძველი ჩაუყაროს ახალ კორპორაციულ მმართველობას, რაც ლამაზად შეიფუთება, როგორც ხალხისთვის ეფექტური მმართველობა. სინამდვილეში ოლიგარქიული ოჯახები უკვე პირდაპირ მოახდენენ საკუთარი ჰეგემონიის ლეგალიზაციას, იგივე ბედიელის ევროპას. მართალია დღეს კონტინენტის 90%-ს სწორედ Deep State-ი აკონტროლებს, მაგრამ მართვის ეს მექანიზმი ოლიგარქებისთვის საკმარისი არ არის. მართალია საფრანგეთს და გერმანიას პირდაპირ ოჯახების აგენტურა, BlackRock-ის ყოფილი დირექტორი მერცი და ერთ-ერთი ოლიგარქიული ოჯახის მოსამსახურე პერსონალი მაკრონი მართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათთვის ახლა მთავარია საბოლოოდ გააუქმონ სახელმწიფოს ცნება და კორპორაციულ მმართველობას ოფიციალური სახე მისცენ.
მაგრამ აქ არის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი საკითხი. იმისთვის, რომ სახელმწიფო აქციონ კორპორაციად, რომელსაც არა ხალხის მიერ არჩეული, არამედ მმართველთა საბჭოს, ანუ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი მართავს, უნდა მოხდეს ადამიანების აზროვნების დემონტაჟი. ისინი წლების განმავლობაში კულისებიდან სწორედ ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ. ებრძოდნენ სამშობლოს ცნებას, ტრადიციებს, ეკლესიას, ღირებულებებს, რადგან სტერილური საზოგადოების მართვა მარტივია. ამის თვალსაჩინო მაგალითი ევროპაა, რომელიც იდეოლოგიურ, ფინანსურ თუ ღირებულებით კრიზისშია ჩაძირული. ეს ტენდენცია მალე მთელს ევროპას მოიცავს, ხოლო ამ გზაზე მთავარ ფორმულას ოლიგარქიული ოჯახები დიდი ხანია წარმატებით ამუშავებენ. ისინი პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, სადაც გერმანიიდან გერმანელები გარბიან, საფრანგეთი ფრანგებისგან იცლება, იტალიაში მიგრანტები დომინირებენ. ბოლოს კი ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ საქმეს, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა, ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ ხალხის გადარჩენის სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ. ანუ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ლეგალიზაციას გაუკეთებენ მათ ჰეგემონიას. როდესაც Deep State-ის რებრენდინგზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს იგულისხმება. არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ თავადვე შექმნა ქაოსი კულისებიდან. უკმაყოფილო საზოგადოება იზრდება. ამიტომ სწორედ მათ თვალში ეს პრობლემები ახლა სცენაზე მყოფ ხელისუფლებებს უნდა დაბრალდეს. უნდა დაბრალდეს ტრადიციულ მმართველობით სისტემას, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს, რომლის არაეფექტურობაც არის მთავარი მიზეზი ამ კრიზისებისა, რაც შექმნილია. და სწორედ აქ და ამ მომენტში გადარჩენის ერთადერთ უალტერნატივო გზად ეს ძალები საკუთარ თავს წარმოუდგენენ საზოგადოებას და ჩრდილიდან გამოვლენ, როგორც ეფექტური მმართველობის ახალი ეპოქის მამები. სწორედ ეს იგულისხმება Deep State-ის რებრენდინგში. თუმცა როგორც ჩანს, ეს პროცესი მხოლოდ აისბერგის წვერია და Deep State-ს, ანუ ღრმა სახელმწიფოს, იმაზე უფრო ღრმა გეგმები აქვს, ვიდრე ეს დღეს ზედაპირზეა. მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი რამ სააშკარაოს მაინც აღწევს. სიუჟეტს კი ზაზა შათირიშვილის წერილის პასაჟით დავასრულებთ. მათ ყველაზე მეტად იდეის და ფასეულობის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება აშინებთ. საპირწონედ კი თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. ამიტომ საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას და უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს. თუ რისთვის ლაგდება ასეთი საქმეები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას. კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო საბოლოო მიზანზე, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას ვაპირებ.